და შემოდის ოსიაშვილიც მოემართება იგი თავისი ადგილისკენ. საინტერესო შეხვედრა სპორტსმენები პირველად ხდებიან ერთმანეთს. იმდა გამომდინარე რომ ვახტანგულობა ასაკით ძალიან პატარაა. წელს მიეცა პირველად საშუალება მიიღო დიდების საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა. ოსიაშვილი კი გამოცდილი სპორტსმენია, ერთხელ მიუღია საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა, ასევე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზეც. საქართველოს პრიზიორი გახლავთ რამოდენიმეჯერ. თანდათანობით ნელ-ნელა უფრო ხურდება ორთაბრძოლაც პირველი წუთი იწურება. ძალიან დინჯად ჭიდაობს ვახტანგულობა მინდა. საჯი აკვირდება თუ რომელი სპორტსმენი ცნობს პასიურად. ოსიაშვილის თავი ქვემოთ აქვს. ესეთ ჭიდაობა არის დასჯადი. თუმცა იგიდებს ოსიაშვილს რაც თითქოს დატვირთი გავუსკდა, მაგრამ თუ საჯმა სისხლი ვერ შეამჩნია, აქედან გამომდინარე შეხვედრა არ ჩერდება. მომგებიან ხელალობას და შანსი. ოსიაშვილი დგება ჩოგბეში. ლოლუასაც ძალიან ბევრი ხომა გიყოლია დარბაზში. ახლა ტრიბუნებიდან აშკარად ლოლუას ხომაგნის ჯობს ოსიაშვილის გულშემატკივრებს. ძალიან უხვათაა. ცდილობები აქვს ლოლუას, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კარგად იცავს ოსიაშვილი. კიდევ ერთი ცდილობა, მაგრამ არ გამოვიდა ლოლუას. ძალიან რამადად გამოწია, ნახოთ როგორ დასრულება მოხდება ამ ყველაფერს. ამთავრა. ნახოთ საჯები რა შეაფასებენ. მომგებიანი ორი ქულა შეაფასეს საჯებმა. ამ კონკრეტულ მოძრაობაზე. ანგარიში კი გახდა 3-0. თუმცა ცოტა უფრო მეტის მოლოდინი ხო არ ქონდათ, ისე წამოსწია ამ ლოლუამ. ახლა ოსიაშვილი იღებს ცოტა უხეში ჭიდაობისთვის გაფრთხილებას. შენიშნას ფსაჯისგან. ჯერჯერობით ძალიან საინტერესო შეხვედრა მიდის. ლოლუამ თავისი შანსი გარკვეულწილად გამოიყენა. მომგებიანი ორი ქულა დაიმატა. გაზარდა ანგარიშის 3-მდე. ამასობაში 40 წამი რჩება პირველი პერიოდის დასრულებამდე. ცდილობები აქვს ოსიაშვილს, მაგრამ ცდილობები ჯერჯერობით სისრულეში ვერ მოიყვანა. აქ კიდევ ერთხელ ცოტა შეჭიდაობა ოსიაშვილის მხრიდან. საკმაოდ კარგი ჭიდაობა ვიქილოთ პირველ პერიოდში. რა თქმა უნდა უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ ურიგო არც ამ შეხვედრას ეთქებს. სპორტსმენები ცდილობენ
ფილების გაკეთებას გამოდის თუ არ გამოდის, აქედან გამომდინარე სანახაობრივი შეხვედრა. დასრულდა უკვე შესვენება და უბრუნდებიან ლეიფს მოჭიდავეები. ისევ აქტიურად დაიწყო ოსიაშვილმა. ძალიან დაბალი დგომი აქვს ოსიაშვილს, აქედან გამომდინარე ლოლუას ეუხერხულება მასთან ჭიდაობა. თუმცა გინდა ანგარიშში თუ იმჯეროთ და გინდაც ვთქვათ შეხვედრის მიმდინარეობით ეს უხერხულობა ალბათ ხელს არ უშლის მაინც ლოლუას. გულა გაფრთხილება ოსიაშვილს, რადგან თავი აქვს სულ დახრილი ქვემოთ. ჩოგჯენს მოითხოვს ლოლუა. კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ჩოგჯენი ჯერ კიდევ გამოუყენებელი რჩება. მხოლოდ რამოდენიმე შენიშვნა მიიღო ოსიაშვილმა იმის გამო, რომ თავი ქონდა დახრილი და საჯებმა გულით და გაფრთხილებით დასაჯეს ის. და ტაბლოზე წაისახა ყვითელი წერტილით. ორი წუთი დარჩა შეხვედრის დამთავრებამდე, ანგარიში 4-0-ია. ისევ იგივეს მოუწოდებს საჯი, რათა თავი აწიოს ზემოთ. ეხლა ისევ ოსიაშვილის ცნეს პასიურად, მომგებიანება დაემატა ლოლუას და კიდევ ერთი შანსი მიეცემა მას ჩოგჯენში გააკეთოს რაიმე ილეთი, რათა გაზარდოს თავის ანგარიში. ანგარიში 5-0. საკმაოდ ჯოლდური უპირატესობა. კარგად შეკარა ჯობირობით ხელი. ისე ძალიან ამადა წამოწია. ახლა თუ გამოუვა ახლა 4-0. და წმინდა გამარჯვება. ახლა როგორი ხარია სამსობით დამსახურებულია ემოციები. გულების აშკარა უპირატესობით საქართველოს ჩემპიონი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხდება ვახტანგ ლოლუა. ამდენად საქართველოს ჩემპიონი გახდა ვახტანგ ლოლუა, მეორეზე გავიდა გარდამნელი აკაკი ოსიაშვილი. ლოლუა კი შეგახსენებთ, რომ ხობიდან გახლავთ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ მარტვილელი რამას სილაგავა და ოზურგეთელი ლუკა ჯავახაძე.